ადამიანები ახალ წელს შედიან არა მხოლოდ ახალი სურვილებით, არამედ დაუმთავრებელი ისტორიებით. ახალ წელს იმას შევხედოთ, რა არ გვინდა კი არა, რა გვინდა. და ადამიანებს რატომ უჭირთ ძველი ტრავმების გაშვება? არ მოედგინე შენი თავი ტრავმის გარეშე. როგორ იცხოვრებთ? ჩვენში არის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ შეხებია ეს. უბრალოდ ჩვენ თვითონ არ შევდივართ იქ. და რა არის ამ ოთახის გასაღები? უნდა მოგბეზრდეს ეს თამაში. წარსულიდან მოვათრევ, ასე ვთქვათ, იმას, რაც ჩემი არ არის. როგორიც არ უნდა იყოს ჩემი წარსული, პირველი ნაბიჯი არის ამისი მიღება. აი, რას ნიშნავს ნამდვილი აღიარება? ეს არ არის აღიარება, ეს არის თვითგვემა. აი, როდესაც ქალი იღებს ზედმეტ პასუხისგებლობას, იმის მიახლოებულიც არ აქვს კაცს აღებული. ის ბალანსი, რომელიც გარდაუვალია, ასე ვთქვათ, შემდეგ თაობებს რო არ აისახოს. პირველი ნაბიჯი რა არის? ჩემი თავის მიღების. დაფიქრდი საკუთარ თავს პატივს წემს საერთოდ. რაში ეხმარება სისტემური განლაგება ადამიანს? დაახლოებით 2 კვირაში ვგებულობ სიძისგან, მაშინ 36 წლის ვიყავი, რომ მე ვარ ნაშვილები, თურმე ბიოლოგიური დედა მაშინ ცოცხალი იყო. სიმშვიდის განცდა შენ ცხოვრებაში ვერ დადგება ვერასდროს, თუ ადგილი არ არის განთავისუფლებული მისთვის. რისიც გვეშინა და რატომაც ავრისკავთ, იმიტომ რომ გვეტკინებ. და თუ კივილი არ მინდა რომ იყოს, მაშინ სიხარულიც არ იქნება. ეს ორივე ერთად მოდის. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, ბაკირსაბურთალოს შორის ნაფეტროების გზაზე. თბილისის აკრებს საახალწლო შემოთავაზება აქვს, თუ გეგმავთ ბინის შეძენას, თქვენ შეგიძლიათ 31 დეკემბრამდე შეიძინოთ ახალი ბინა პირველადი შენატანის გარეშე. უფრო მეტ დეტალებს ნახავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, სადაც დაგხვდებათ თბილისის აკრების ვებგვერდი. იქ ნახავთ საკონტაქტო ნომერს და სხვა ინფორმაციას. ახლა რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს და დღევანდელ თემას. ეს არის ბოლო პოდკასტი 2025 წლის და ხშირად ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ჩვენ ყველანი ვსვამთ კითხვას, თუ რა გვინდა ამ ახალ წელს, რა სურვილები გვაქვს, რა მიზნები გვაქვს, მაგრამ იშვიათად თუ ვუსვამთ ჩვენ თავს იმ კითხვას, თუ რა გვინდა რომ დავუტოვოთ ძველ წელს, რომ ეს ახალი საერთოდ შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში. სისტემური განლაგების მიხედვით, ადამიანები ახალ წელს შედიან არა მხოლოდ ახალი სურვილებით, არამედ დაუმთავრებელი საქმეებით, დაუმთავრებელი ისტორიებით, სხვისი მოლოდინებით, სხვისი ტკივილით, სხვისი ტრავმებით. დღეს ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი და სისტემური განლაგების სპეციალისტი მოგშა ფეიქარი, რომელიც ძალიან ღრმად ხედავს აი ამ სისტემური განლაგების კუთხით იმას, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა აი რაღაც ახალი შემოიტანოს ცხოვრებაში. და თუ იმ ადგილას, სადაც ახალი გვინდა შემოვიდეს, არ არის ეს ადგილი ჯერ განთავისუფლებული, ძნელია სიახლის შემოტანა. დიდი მადლობა მოგშა დღეს სტუმრობისთვის და ვფიქრობ, ძალიან კარგი თემაა, აი ამ წლის დასასრულებლად და ჩასახურად, ასე რომ ვთქვათ. და პირველი კითხვა მექნება ასეთი. იმ ადამიანისთვის, ვინც პირველად ისმენს ამ ტერმინს სისტემური განლაგება, თუ შეგიძლია მოკლედ აუხსნა, რას ნიშნავს? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და შენს კითხვას პასუხი რო გავცო, ძალიან დიდი თემა არის სისტემური განლაგება, ხშირად ამ ვცდილობ ხოლმე ამის ახსნას, მაგრამ არ არის საკმარისი. იმიტომ რომ ცდება ასე თქვათ ინტელექტუალურ საზღვრებს და სადღაცა ეს სულიერების და ფსიქოლოგიის საზღვრებში მოძრაობთ ამ თემასთან მიმართებაში, ამიტომ ამას გარკვეული მგზნობელობა ჭირდება, გარკვეული ახმადობა ჭირდება, რომ ეს რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება სწორედ იყოს აღქმული, ხო? ეს არის ფსიქოლოგიური მიმდინარეობა, უფრო ჰოლისტური ფსიქოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც ჩამოაყალიბა ბერტ ჰელინგერმა, გერმანელმა ფსიქოლოგმა, რომელიც თავიდან კათოლიკე მღვდელი იყო და მოღვაწეობდა სამხრეთ აფრიკაში. და გარკვეული მიზეზების მერე მან გადაწყვიტა, რომ იქაური კულტურიდან წამოეღო რაღაცები, რაც ამ სისტემურ განლაგებას თან ახლავს, ფუნდამენტალური და თანამედროვე ფსიქოლოგიის დარგებთან შეერწყა, რომ ჩვენთვის უფრო გასაგები ყოფილიყო. და ეს დარგები არის, როგორც არის ფსიქოდრამა, ასევე ჰიპნოთერაპია და ასევე კლასიკური ფსიქოლოგია და ბევრი ესეთი ელემენტები აქვს ჰუმანისტური დარგის ფსიქოლოგიისას და კლასიკურისას და სხვადასხვა ინგრედიენტების
და საკმაოდ პოპულარული არის გერმანიაში 90-იან წლების მერე. და რაში ეხმარება სისტემური განლაგება ადამიანს? განსხვავება კლასიკურ ფსიქოლოგიას და ჰუმანისტური დარგი ფსიქოლოგიებს შორის და ჰოლისტური დარგი ფსიქოლოგიებს შორის ძირითადად ის არის და სისტემურ განლაგებას განსაკუთრებით ახასიათებს ეს, რომ zoom in-ის ნაცვლად, ანუ ანალიზის ნაცვლად ჩვენ ვაკეთებთ zoom out-ს. ანუ უფრო ფართო სურათს ანახებს ადამიანს. ხედავთ და ზუსტად ეს ბალანსია ძალიან მნიშვნელოვანი ხო აქ რომ არ იყოს მარტო zoom out-ი, რომ რაღაცა ის არ გაგვიჩნდეს გულგრილი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. რაღაცა ეტაპზე ანალიზით საჭიროა, მაგრამ რაღაცა ეტაპზე პირიქით ფლიანი სურათის დანახვაც საჭიროა და ზუსტ ამ კუთხით გვეხმარება ძალიან. და სისტემაში რა იგულისხმება? რა არის ეს სისტემა? სისტემური განლაგება, იმიტომ ქვია, რომ ეს არ არის მხოლოდ ოჯახზე ორიენტირებული, როგორც ეს გავრცელებულია. ოჯახი ერთ-ერთი სისტემაა. ხო, ასევე სისტემა შეიძლება იყოს ორგანიზაცია. და სხვადასხვა კანონზომიერებებია ორგანიზაციაშიც, ოჯახშიც და სისტემა შეიძლება იყოს ჩემი ორგანიზმი. ნებისმიერ რამე რაც სისტემური, ამაზე შეიძლება ამ სისტემის ასპექტების განლაგება. ანუ რომ დავინახოთ ამ ასპექტების ურთიერთდამოკიდებულება ერთმანეთთან და დინამიკა, რასაც ჩვეულებრივი აზროვნების პროცესის დროს ვერ ვაკეთებთ, ვერ ხერხდება, იმიტომ რომ არა გვაქვს ვიზუალიზაცია, არა გვაქვს წინ პლატფორმა, სადაც ამას ასე ვთქვათ, ერთად დავინახავთ. შენ ცხოვრებაში როდის გამოჩნდა სისტემური განლაგება? ჩემ ცხოვრებაში დიდი ხნის წინ გამოჩნდა 90-იან წლებშიც, მაგრამ ისეთი რელევანტური არ იყო, როგორც ეს მერე გახდა, როცა მე ამის შესწავლა დავიწყე, ეს ჩემ პირად ბიოგრაფიასთან იკვეთება პირდაპირ. როგორ? როდესაც მე სისტემური განლაგების ერთ-ერთ ვორქშოპზე ბერთელინგერთან ერთად საქართველოს საკითხი გამოვიტანე, თუ გერმანიაში მოღვაწეობ და ცხოვრობ და მაშინაც ვკითხე რაღაცნაირად თითქოს მაკლია ბედნიერების შეგრძნება მიუხედავად იმისა, რომ რაც კი შეიძლება ადამიანს ქონდეს ბედნიერებისთვის გამაჩნია. და მისი კითხვა იყო ესეთი პასუხი ამაზე, რომ რა კავშირი გაქვს საქართველოსთან, ანუ გაქვს თუ არა და მითხარი დიდი ხნის წამოსული ვარ და არ მაქვს კავშირი. ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ არაფერი არ ვიცოდი მაშინ და მხოლოდ აღზრდელი მშობლების შესახებ ვიცოდი, ისინი გარდაიცვალნენ და დავტოვე ქვეყანა. და ისინი გეგონა შენი ბიოლოგიური მშობლები. და მისი პასუხი ამ კითხვაზე ისეთი იყო, რასაც მე 12 წლის მერე მივხვდი, თუ რა იგულისხმებოდა ამაში. მაშინ რო გითხრა, მაშინ ვერ გაიაზრე? მაშინ ჩემთვის ეს იყო როგორც რაღაცა ძალიან ლამაზი სიტყვები, საქართველოსთან შენი დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ შენი ქვეყნის ბედის შექმნაში შენი წვლილიც უნდა შეიტანო, იმიტომ რომ როცა მიდიხარ მიგრანტებისთვის ზოგადად ესეთი თემა არის, რომ იგო ზურგი არ გავს. მე ეს განცდა მქონდა, როდესაც ახლა ფეხბურთი იყო, ხო, ესპანეთი და საქართველო და კიონში ვიყავი და დაახლოებით რამოდენიმე 1000 ქართველი დავინახე, პირველად ვიგზენი, რომ რაღაცნაირად თითქოს ჩემი ქვეყანაც აქ არის ნაწილია ამ ყველაფრის და ეს შეგრძნება 20 წლის მანძილზე აროს არ ქონია, ამდენი ქართველი არ მინახია სხვაგან ერთად, ანუ რამხელა ზურგი იყო, აი ეს ზურგის შეგრძნება მაშინ ფიზიკურადაც კი მოხდა მისი აღქმა და ეს სიტყვები ბერთელინგერმა მითხრა ძალიან ადრე, ხო, რომ ეს ზურგი არ გაქვს, როცა ამას ცილდები დიდი ხნით და მაშინ ჩემთვის ის იყო მეთქი რანაირად დავკავშირდა ხა ნიადაგი არ მაქვს და დაახლოებით 2 კვირაში ვგებულობ სიძისგან, მაშინ 36 წლის ვიყავი, რომ მე ვარ ნაშვილები, თურმე ბიოლოგიური დედა მაშინ ცოცხალი იყო, ბიოლოგიური მამაც და სულ სხვა ბიოგრაფია აღმოჩნდა, ხო? და ამან ძალიან დამაფიქრა, რომ რატნაირად ხდება ეს, რომ სისტემური განლაგების დროს ეს თემა გამომაქვს და რაღაც რამოდენიმე დღეში ვგებულობ, რომ სხვა ბიოგრაფია მაქვს და მეთქი ეს არ არის შემთხვევითობა, მე ესე ჩავთვალე, ვისაც როგორ უნდა ისე ჩათვალოს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ამ თემის ფუნდამენტალურად შესწავლა. ესე იგი, ჩვენ თემას რომ დავუბრუნდეთ, აი ამ ძველის და ახლის მონაცვლეობას, როგორ ხედავს სისტემური განლაგება იმას, რომ ადამიანმა აი ეს მიზნები რო აქვს დასახული, აი ეს თავისი სურვილები რო აქვს, რომელსაც რაღაც სიმბოლურად უკავშირებს ახალ წელს, შეიძლება ეს იყოს ახალი თვე, ახალი წელი, მაგრამ რახან ამჟამად ახალი წელი აქტუალური. როგორ ხედავს სისტემა იმას, რომ აი ეს ბედნიერება და სიმშვიდის განცდა შენ ცხოვრებაში ვერ დადგება ვერასდროს, თუ ადგილი არ არის განთავისუფლებული მისთვის. აი რას ნიშნავს ეს, რომ მე ძველიდან, წარსულიდან მოვათრევ, ასე ვთქვათ, იმას, რაც ჩემი არ არის. ხო, რა თქმა უნდა, სულ გვაქვს ეს შეგრძნება, წინაც რომ მივდივართ, რაღაცა გვაფერხებს, იმიტომ წარსულთან არ არის დამთავრებული ურთიერთობა.
რაც შეცდომა არის ჩემი განმოსახედიდან და სისტემური განლაგებაც ამას შეცდომა ის იქნებოდა, რომ მე მქონდეს ანტაგონისტური დამოკიდებულება. როგორიც არ უნდა იყოს ჩემი წარსული, პირველი ნაბიჯი არის ამისი მიღება. ანუ მე ვაღიარებ ჩემს წარსულს, ეს არის ჩემი წარსული. ჩემი ნაწილი არის. სანამ ეს აღიარება არ მოხდება მომავალში, მიშლის ხელს, იმიტომ რომ პროექციები რაღაც სუსტ მომენტებში ყოველთვის ჩამავლებენ, ხო? რაც უნდა მე მას ვაფარებ. ამიტომ უნდა მივხვდე, რომ მე არ უნდა ვაკეთებდე self improvements, რომ ესეთი არ ვარ, ან ესეთი რაღაცები არ ხდება ჩემთან ეს არ შველის. უნდა ხდებოდეს ამისი მიღება, ანუ ვაღიარო რაც არის. პირველი ნაბიჯი აღიარება. შეიძლება ჩაგეკითხო. ეს აღიარება არ არის ადვილი. იმიტომ რომ ხშირად ადამიანი ესე ამბობს, რომ ხო რა ვქნა, ეხა მე მყავდა მოძალადე მშობელი, აი რა ვქნა, კი, მე მქონდა ესეთი საშინელი ბავშვობა და ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია ხშირად. ანუ ამით არაფერი არ იცვლება თითქოს მის ცხოვრებაში. აი რას ნიშნავს ნამდვილი აღიარება? ეს არ არის აღიარება, ეს არის თვითგვემა. როდესაც მე წუწუნებ, ასე ვთქვათ, გასაგებია ბიზნესებიც არის ზოგს ისეთი ისტორიებია გადახდილი, მაგრამ სინამდვილეში ის მომენტი წარსულში რო ხდებოდა, ხო? მე არ მაქვს აღიარებული ნიშნავს, რომ მე თუ ვაღიარებ, მაშინ ვამბობ, რომ ეს წარსულში იყო. და თუ მე წუწუნებ თვითგვემაში მივდივარ, ეს ნიშნავს, რომ მე მგონია, რომ ის დღესაც ხდება. ანუ დღესაც ჭირდება ეს რაღაცის, ანუ რაღაცა ბენეფიტი აქვს ამას ჩემთვის. და მთავარი, ხა ძალიან მოკლედ ვახდებით ამას, რასაც ვამბობ, იმიტომ რომ ამაზე თერაპიული მუშაობა საჭირო, მაგრამ დაახლოებით მიმართულება რო ასე ვთქვათ, დავანახოთ ადამიანებს, მთავარი არის რომ წარსულთან მიმართებაში, ანუ ეს აღიარება იყოს, ანუ ეს წარსული არის და ახლა რა მინდა, ხო? ხშირად ადამიანებს უცა ეკითხები რა გინდა, ამის ნანაცვლოდ პასუხი შეიძლება მოისმინო რა არ უნდა. და ახლა პრობლემა რა არ მინდა თი ვარ დაკავებული, ეს არ მინდა რომ იყოს, ეს არ მინდა რა გინდა, ნაკლებად გამოკვლეული აქვს. და პირველ რიგში უნდა ჩემ თავს დაუსახოს რა თუ რა მინდა. და აქეთ რო წავალ უკვე ნაბიჯებს ვდგა. და აქეთ რო ნაბიჯებს ვდგა, ხვდები რომ ძველი დასამთავრებელი თუ რა არ მინდას რო უყურებ, ეს ხელს მიშლის. ანუ თუ ამბობ რომ წარსული ესეთი იყო და ესეთი იყო, ეს არ მინდა ვამბობ ამით, მაგრამ ის დამთავრდა უკვე და რა გინდა, წარმოიდგინე რომ დღეს ხარ აქ, უბრალოდ ფაქტია ეს და რაც ხელს გვიშლის ის ფაქტებით არ ვცხოვრობთ. ანუ ეს წარსულიც თან ინტერპრეტაცია მაშინდელი მოვლენის და ეს არ არის ფაქტის ამსახველი. ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ფაქტი უნდა შევხედოთ წარსულს და არა როგორც ინტერპრეტაცია. აი მას თუ შევძლებ როგორც ფაქტი ვაღიარო რაღაცნაირად, მაგალითად ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს, რომ აი დედა არ მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ დასრული გადმოსახედიდან შეიძლება მე ამას შევხედო, რომ დედას მაგალითად სხვა საქმეებიც ჰქონდა, არ ეცალა, ან ცოტათი მსხვერპლის როლი და რომ გამოვიდე, ხო? და სანამ ამ თვითგვემაში ვარ, ამ მსხვერპლის როლში ვარ, მანამდე შეუძლებელი ხდება. ან ემპათია, ან წინ გადადგმული ნაბიჯი შეუძლებელი ხდება. ანუ რა ხდება ამ დროს, ესე იგი შენ აღარ ხარ ცენტრში და შენ სხვა ადამიანებსაც ითვალისწინებ, რომ ის შენ კი არ დაგაკლო დედამ. დედა სხვანაირად არ შეეძლო. რომ შეძლებოდა ხო გააკეთებდა. ხო, მან ძალიან დელიკატური ეს მომენტი, რომ უცებ მე ჩემი ბრაზი დავთრგუნო, არც ესე უნდა გამოს. თავარი აქ არის გულშფელობა და სიმამაც. ხო. ან თუ გაბრაზებული ვარ, და არაზრს არ მისაუბრე იმას, უნდა გამოვხატო ეს. უნდა ვთქვა, ანუ გულწრფელი უნდა იყო ნებისმიერ ურთიერთობაში, გინდა დედასთან, გინდა მამასთან, ვისაც უნდა იყოს გულწრფელობა და სიმამაცე, სადაც არა იქ ურთიერთობა არ არის. ანუ ეს გულღიაობა, ოღონდ კეთილგანწყობილი არის მთავარი. თუ მე კეთილგანწყობა არ მაქვს და ნიშნის მოგებით ვაკეთებ, მაშინ იქიდანაც ჯაჭვური რეაქციაა, ხო? მაგრამ ხშირად მსმენია, რომ აზრი არ აქვს მშობელთან აი ამ თემებზე ლაპარაკს, იმიტომ რომ მას უკვე ის უკვე გარკვეულ ასაკამდეა მისული, რაღაც 60-70 წლის არის და აი ხა რა აზრი აქვს ამ თემაზე? ამ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ის შევცვალოთ, ხო? ანუ იმის შეცვლას აზრი არ აქვს, ის ჩემი დამოკიდებულებაა მთავარი, მე უნდა დავდგე სხვა პლატფორმაზე. მე თუ ისე ვიგდგავარი მოლოდინში, რომ ეხლა დედა უნდა შეიცვალოს, მაშინ ისე პატარა ბავშვის მოუჩი ვარ, რომ ეხლა გავიდა ამდენი დრო და დედა იქნებ შეიცვალა. არა, მე თვითონ უნდა გადმოვიდე სხვა ნაბიჯით გადმოვდგა, აქეთ გამოვიდე იმ მდგომარეობიდან. ის იმისი საქმე არის, იმის გასაკეთებელი არის და იმან უნდა ატაროს და იმის გადაწყვეტილება გააკეთებს თუ არ გააკეთებს, ხო?
რაში გვიშლის ხელს? აი ხშირად ეს ხო გაუცნობიერებელია. ხშირად შეიძლება ადამიანი საერთოდ ვერ აცნობიერებს, რომ აი ის დედასთან არსებული წყენები ან მამასთან ან ვინმესთან ოჯახის წევრთან, აი ის უშლის ხელს ბედნიერებაში. თითქოს ეს ორი რამ ხო საერთოდ არ იკვეთება ჩემი წარმატება სამსახურში, ან ჩემი წარმატება რომანტიკულ ურთიერთობებში, პირდაპირ კავშირში. ხო, ხშირად არ არის ესე ადამიანის წარმოსახვაში დედასთან, მამასთან დებთან, ძმებთან ურთიერთობაში. მაგრამ აი რა კავშირს ხედავს სისტემური განლაგება ამ ორ მოვლენაში? ხო, სისტემური განლაგება ზოგადად რო თქვა შინაგან სტრუქტურებს როგორც გეშტალტ თერაპიაში, შინაგანი სტრუქტურები როგორც შინაგანი ბავშვი, ან ჩემი შინაგანი ტრავმირებული ნაწილი, ანუ რო სუპერსონალიებისკენ რო წავიდეთ და არა არქეტიპებისკენ, ხო სუპერსონალიებისკენ შიდა სტრუქტურებისკენ რო წავიდეთ, ან მეორე განზომილება, როდესაც ტრანსგენერაციულ თემებს ვეხებით, ბებიას, ბაბუას და ჩემ წამავლობით ოჯახს. ორივე კუთხით შეიძლება სისტემური განლაგება შევხედოთ, ხო? ანუ შიდა სტრუქტურებს უყურებ თუ გარეთ ასპექტებს და მე როცა მუშაობ როგორც თერაპევტი, ამ დროს ჩემთან ადამიანი მოდის ან ჯგუფურ თერაპიაზე, ყოველთვის უყურებ თუ მისთვის რა არის მნიშვნელოვანი, საით გაიხედოს, ან შინაგან სტრუქტურებს შეხედოს, ანუ შინაგან ბავშვთან ურთიერთობა იქნება თუ ტრამვირებულ ნაწილთან თუ გადარჩენის ნაწილთან თუ რა ასპექტი არის აქ მნიშვნელოვანი, რომ დაინახოს ამათი ურთიერთდამოკიდებულება თუ თემა არის ტრანსგენერაციული. ეს არასდროს არ არის თუ სამხრივად მუშაობ, ანუ ყოველთვის იქით გადაყავს ფოკუსი, მაშინ ბებია შენი რომ რაღაცას აკეთებდა ან ვერ აკეთებდა, ან ბაბუა იქით ვეძებთ, ვიქექებით, ხო? და ხშირად ეს საერთოდ არაა საჭირო. და პირიქით აქედან უნდა გამოიყვანო ადამიანი. და ხშირად არის ხოლმე რომ ჩაკეტილია ძალიან დამოუკიდებლად უნდა რომ საკითხები მოაგვაროს და არ აღიარებს, არ უყურებს იმ წარსულს. ამიტომ ორი განზომილება მნიშვნელოვანი რომ დავინახოთ რა კუთხით ამ მომენტში მას ესაჭიროება რაღაცის დანახვა, რაც შემდეგ საფეხურში დაეხმარებოდა. და ადამიანებს რატომ უჭირთ აი ამ რაღაცა ისტორიების დასრულება, რაღაც ძველი ტრაუმების გაშვება? რატო არის ეს? ჩემი თავი ამაში მაქვს იდენტიფიცირებული. სხვანაირად არ ვიცი. და ესეთი კითხვა რო დავსვათ, წარმოედგინე შენი თავი ტრაუმის გარეშე. როგორ იცხოვრებდი? ყველამ რო დავუსვათ საკუთარ თავს, ის ტრაუმა რაც მაქვს, წარმოიდგინე ეს ტრაუმა არა და რას გავაკეთე. ეს მოგცემს მიმართულებას, საით შეიძლება წახვიდე. თუ სულ ჩამოფარებულია ჩემი ტრაუმა, ჩემი პრობლემები, ჩემთან ხო მიშლის ხელს იმაში რომ გავიხედო იქით. ანუ ფილტრივით არის ხო, საცერივით არა რაღაცნაირად. და უბრალოდ მედიტაცია გავაკეთო, ამას წარმოიდგინე ჩემი თავი ტრაუმის გარეშე. და რა ხდება? ეს შეიგზნოს სხეულში, ემოციებში და ცოტა ჩაღრმავება გააკეთო, ამაში რა იქნებოდა, რას გავაკეთებდი და აი ეს შესაძლებელი არის. იმიტომ რომ ნეიროფსიქოლოგიაც ეთანხმება ამას. ჩვენში არის ნეიროპლასტიციზმი, რაც უნდა დაზიანებული იყოს ტვინის უჯრედები, რაც უნდა ტრაუმა ქონის გადატანილი, შეუძლია მას რომ აღიდგინოს ისევ თავის შეუძლია განკურნება და ჩვენში არის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ შეხებია ეს. უბრალოდ ჩვენ თვითონ არ შევდივართ იქ. და ჩვენი თვითიდენტობა არის იმაში, რომ პრობლემა არის. პრობლემაზე ორიენტირებული ვართ და როგორ გადავრჩენილი ყავით ამ მექანიზმზე. და დაგვავიწყდა ის, რომელიც არის ჩვენში რესურსული, ბავშვობიდან წამოყვანილი და იმ ოთახში არასდროს არ შევდივართ. იმიტომ რომ აქ უკვე დამოუკიდებელი ხდები, აქ უკვე დედისკენ, მამისკენ, ვერავისკენ თიც ვეღარ გაიშვერ. და ეს აქ თამაში მთავრდება და არ გვინდა. და ამაში სრულიად ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ვიღაცისკენ თითი გავიშვიროთ. და რა არის ამ ოთახის გასაღები? უნდა მოგბეზრდეს ეს თამაში. თუ არ მოგბეს და ითამაშებ. როგორც მაგათ სიგარეტის გადაგდება, თუ გემოს ატან, ძალიან გაგიჭირდება. თუ აღარ ქსიამონეს გემოს ვეღარ ატან, ხო, სიგარეტს გადავარდება ავტომატურად, რომ ვთქვი, რომ აღარ მინდა ეს, ხო. ან სათამაშოს დატოტოებს ბავშვი, იმიტომ რომ გაიზარდა, ხო, მდენი ითამაშე, რომ აღარ უნდა რა. ესე ფაქტიურად ერთი და იგივეს ვაკეთებთ, თავს ვიტყუებთ, იმ იმედით, რომ აქ რაღაცა იქნება, ძალიან კარგად ვიცით, რომ აქ არაფერი არ იქნება, ხო. სანამ არ მოგბეზრდება ანამდე ითამაში რამდენი ხანს გინდა. ხშირად ადამიანს აი ეს დესტრუქციული თამაში ხო სიამოვნებს. ხო, ნუ აქ თვის დესტრუქცია, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას თავის დანიშნულება აქვს, ამისი აღიარებას მნიშვნელოვანი, რატომ ჭირდება, იმიტომ რომ რაღაცა დეფიციტი იყო, რაც დამაგდა და ამის კომპენსაციის, ასე რომ სიმულაციას მაძლევს, ხო? ეს შეიძლება იყოს აღიარების მოთხოვნილება, რომელიც არ ქონდა ბავშვობაში, ეს შეიძლება იყოს უსაფრთხოების მოთხოვნა, რომელიც არ ქონდა ბავშვობაში, ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერის მოთხოვნა, რომელიც არ ქონდა ბავშვობაში. ან ეს ყველაფერი ნაწილობრივი იყო, ეს შეიძლება იყოს გართობის დეფიციტი, სიამოვნება აკრძალული იყო, ავტონომიური სივრცე არ ქონდა. ეს ყველაფერი
მერე ჩემი გადარჩენის სტრატეგიაში იგნით აყალიბებს ეს სტრუქტურებს, რომელიც ამის სიმულაციას მაძლევს, ანუ ამის დეფიციტების შესრულების თავისებურ გზას თავაზობს. და თუ მე ვაცნობიერებ, რომ აჰა, მე ეს ნაწილობრივ მომწეს, ნაწილობრივ არ მქონდა რაღაცე მოთხოვნილების საბაზისო რაც არის, ასეთ კონსტრუქციაში ვარ, ხო? და ისევ ვცდილობ, რომ ამ დეფიციტების შესრულება პარტნიორს გადავაბროლო, იმიტომ რომ ბავშვობაში მშობლებისგან არ მქონდა, რასაც ვაკეთებთ ხოლმე მექანიკურად. ეს არ ფუნქციონირებს. და მე მივდივარ თვითგვემაში, დესტრუქციაში და ასე შემდეგ. რაც არის გასაკეთებელი არის მის გაცნობიერება, რომ ახლა მე რა მოცემულობითაც ვარ, ამ ჩემი, ასე ვთქვათ, აუსრულებელი საბაზისო მოთხოვნილებით, ამ დროს მე უნდა დავიწყო, რასაც ქვია self-parenting-ი და ესენი ჩემ თავს გავუკეთო. ანუ მე გავხდე ჩემი თავის მშობელი. და არა ჩემი თავის გამომსწორებელი. აი, რაც წეგამ თქვი self-improvement-ში არ უნდა წავიდე, იმიტომ ეს ნიშნავს, რომ მე არ ვღებულობ ჩემ თავს როგორც ვარ. და ხშირად ადამიანები თერაპიაზე მოდიან ამ სურვილით, აჰა, მე ტრამვები მაქვს, ეხლა ორი გზა მაქვს, ხო, ან გადავეშვა რაღაც დამოკიდებულებებში, ან დავიწყო თერაპიები და მედიტაციები. ორივე გზა ხაფანგია. ყველგან ყოველთვის ხაფანგია, ანუ რა ვიცი. რატომ არის ხაფანგი თერაპია? იმიტომ რომ შეიძლება თერაპიაში ზუსტად self-improvement-ში გადავეშვა და არაფერი განსხვავება არ მოხდება. ანუ ეგოს თამაშებია. თვით დესტრუქცია იქნება თუ თვით გამოსწორება ეგოს თამაშები. ძალიან კარგად უნდა ვაცნობიერებდე თერაპიებს რატო ვაკეთებ. იმიტომ რომ ჩემი თავისგან გავრბივარ აქაც და ხუთიანები დაუწერო ჩემ თავს თუ პირიქით თვითგვემაში წავიდი და ორიანები დაუწერო ჩემ თავს. ანუ ხაფანგებია ორივე. და რო დარჩე შუაში საკუთარ თავთან უნდა დარჩე. ამ შენ ჩინაგან ზოოპარკთან ასე ვთქვათ რო იტყვიან რაღაც და შეგიძლიოს დარჩენა მიღება ოკეი ესეთ რაღაცები ხდება ჩემთან უცნაური რაღაცები იმიტომ რომ ყოველთვის ვაიგნორებდი და ეხლა არ მინდა მის დანახვა და მე ესეთი არ მინდა ჩემი თავი დავინახო ამიტომ მოდი თერაპიას გავაკეთებ მოდი ან პირიქით არ მინდა ეხლა და სიგარეტს მოწევ ან რაღაც ალკოჰოლს დავლევ ძალიან ძნელია დარჩე იქ იმიტომ რომ ეგო ინგრევა და მტკივნეულია, ძალიან მტკივნეულია, დარჩე შენ თავთან. ამ დარჩენის გარეშე ვერცად ვერ წავალ სინამდვილეში. ამ მიმღებლობის გარეშე ვერცად ვერ წავალ და ვერც სხვას გავუგებთ. ამიტომ თერაპიასაც რო აკეთებ, ადამიანი აქაც უნდა კონდეს დამოკიდებული მე ჩემი თავს ვღებულობ ამით თუ უბრალოდ კიდევ უფრო სუპერ ეგოში მივდივარ. ხო, უფრო შორდები. უფრო შორდები. და პირველი ნაბიჯი რა არის ჩემი თავის მიღების? აი პირველი უმთავრესი რაც ყოველდღე. პირველი სანამ სიყვარულამდე მივარ პატივისცემა. უბრალოდ დაფიქრდი საკუთარ თავს პატივისცემ საერთოდ. რა არის საკუთარ თავს პატივისცემა? აი ზუსტად ის რაც წეგან თქვი. მაგალითად რო შეხედოთ საბაზისო მოთხოვნები რაც იყო თუ თამაში არ ქონდა და გართობა არ ქონდა ეს იმიტომ კი არ არის რაღაც განსაკუთრებული ან მინდა არ მინდა არა ეს მინდა არ მინდა ეს ბიოლოგიურად დევს შეგვჭირდება თუ არ იყო მაშინ უნდა დავიწყო მე მოძიება იმისი რაც გამართობს რაც სიამოვნებას მომიტანს თუ არ ქონდა მხარდაჭერა მაშინ უნდა დავიწყო იმ მიმართულებებს რაში უჭერ მე ჩემ თავს მხარს ჩემ პირადი სივრცე მჭირდება ამისთვის თუ პირიქით თვითგამოხატვა მჭირდება ამისთვის ხვდები ან ყველაფერში ამ საბაზისო მოთხოვნებში უნდა ჩავიდე და ნელ-ნელა გადავდგა ის ნაბიჯები რაც არ გადამიდგია აი ამითი უკვე მხარდაჭერას და პატივისცემას უცხადებ საკუთარ თავს და თუ ამას უფრო და უფრო ვაკეთებ მაშინ უკვე საკუთარ თავს სიყვარულიც მოდის მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე რომ მე თლიანად უნდა ჩავიკეტო ჩემ თავში ჩემი თავი ამ თავარი სისტემური განლაგება რასაც ამბობს და რაც განსხვავდება იმ თანამედროვე საკუთარ თავზე ორიენტირებული თერაპიებისგან ის არის რომ მე მაქვს უფლება და ამ ესეთი ასე ვთქვათ ერთ წინადადებში ჩავდიოთ ხო მე მაქვს უფლება რომ ვიცხოვრო ისე როგორც მინდა და ასევე დედაჩემსაც აქვს უფლება რომ იცხოვროს ისე როგორც უნდა ეს ასევე უკვე აკავშირებს სხვას და უკვე ხედავ რომ მე აქედან აქამდე ვარ და ამის მერე დედაჩემი არის ამის მერე მამაჩემი ამ ჩემი პარტნიორია და არა რაღაცა უნდა ჩავხსნა ჩავჭრა სადაც მარტო მე ვრჩები ეს იზოლაციაში მოგვახდინს ეს გარცვლებული ტერმინები ო ტრამვა უნდა ჩავხსნა დედასთან უნდა ჭიპლარი მოვიჭრა და თითქოს პირველი ნაბიჯი ეს გასაკეთებელია მაგრამ რჩება მეორე ნაბიჯი რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს თუ მარტო ჩაჭრა მიზანი მაშინ იზოლირებული ვრჩები მიზანი არ არის ჩაჭრა არამედ ამ უპირობო ლოიალობებიდან გამოსვლა რომ დამოუკიდებლობა შევიგზნო, თვითიდენტობა შევიგზნო და რისთვის ჭირდება ეს რომ მე დავკავშირდე უკვე ჩანსავად.
ეს დაკავშირება ამისთვის, ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. და ეს დაკავშირება ხშირად ადგილის დაკავებას გავს. მაგალითად, ადამიანი თავის ცხოვრებით არ ცხოვრობს. ის ცხოვრობს სხვების მოლოდინებით, დედის მოლოდინით, მამის, მეგობრის, სოციუმის, საზოგადოების. აი როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, რომ თავისი ადგილი დაიკავოს თავისსავე ცხოვრებაში? ეს არის ზუსტად ის თვითიდენტობა, ხო? რომ მე თვითონ გავხდე ჩემი თავის ცენტრი. ამის გარეშე წინ ვერ მივდივარ და ძირითადად როგორ ხდება ხოლმე მშობლებისგან პერენტიფიცირება ხდება. ანუ მშობელს არ აქვს თავის ცენტრი დაკავებული, თავის თვითიდენტობა და ცდილობს თვითიდენტობა მოახდინოს შვილის საშუალებით. ანუ მისი ცენტრი ხდება. ეს გამოიხატება ზედმეტ ზრუნველობაში, სადაც შვილის ავტონომიური სივრცე ეზღუდება, ამიტომ შვილი თავისივე ცენტრში ვერ მოდის. ამ პირიქით ხდება, მშობელი ისეთი სუსტია, ვერ ახერხებს რაღაცას, ან დედა მაგალითად მამა მოძალადია და ამ დროს შვილი ავტომატურად დედას ცდილობს ის მისცეს, რასაც მამისგან ის ვერ ღებულობს. ხო? ამას ქვია პასიური პერენტიფიცირება, მეორეს აქტიური. და შვილი თავის თავზე იღებს უპირობო ლოიალობის გამო დედის ტრავმას, ტვირს და გონია რომ ის უნდა იყოს დედის ცენტრი. სიმბოლურად რო თქვა, ხო, დედა თავის ცენტრს ვერ ახერხებს და შვილი იღებს, ანუ შვილს არ აქვს ის განცდა რომ უფლება აქვს რომ ბავშვი იყოს. უფლება აქვს რომ პატარა იყოს და დედა დიდია. ვერ გზნობს ამას და თავიდან უჩნდება ეს განცდა რომ მე ვარ აქ დიდი, მე უნდა მოვაგორ ჩემ თავზე ავიღო და ეს არის დიდი ტვირთი. დედას, მე უნდა ვიზრუნო დედაზე. ხო. და ეს აი მოდი აგვიხსენი, მე სულ მაინტერესებდა სისტემურ განლაგებაში. ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში, სადაც ეს ოჯახური კულტურაა და ოჯახს ძალიან დიდი ღირებულება აქვს და თითქოს მშობლებზე ზრუნავენ შვილები. და რას ნიშნავს მშობელზე ზრუნვა და რას ნიშნავს ის, რომ შენ იკავებ მშობლის ადგილას? ხო არ უნდა გავიგოთ ისე, რომ მშობელზე საერთოდ არანაირი მზრუნველობა არ უნდა გამოვავლინოთ. აი რა არის სწორი დამოკიდებულებები? მე თუ ჩემი ცენტრი არ გამაჩნია, მაშინ ნებისმიერ რაღაცა იქნება არასწორი დამოკიდებულება, დისბალანსი იქნება. ზრუნველობა ერთ-ერთი მოთხოვნილებაა. და რა თქმა უნდა ზოგჯერ სიტუაცია ესეთი დედა ავათაა და მიხედვა ჭირდება და ეს ტვირთი არის, მაგრამ ეს ძალიან კარგიც არის. იმიტომ რომ ბედისგან გამომდინარე იყო, სხვანაირად აქ ვერც მოხდებოდა ვერაფერი. მაგრამ ნუ ვაცნობიერებდი, მაგრამ ზოგჯერ ასე არ არის არჩევანზე რომ ეხლა ავირჩევი და გავიწევი, იმიტომ რომ შეიძლება სიცოცხლეს ემუქრებოდეს. მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში არის ზედმეტი მზრუნველობა ლოიალობის გამო, ხო? ანუ საკუთარ სად დავიჭირო ბალანსი საკუთარ თავს და სხვას შორის. და სოციალური არსებები ვართ, ეს ბალანსი გვჭირდება. ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის საერთოდ არ მაქვს საზღვარი, ეს ნიშნავს რომ მე ჩემი თავი კი არ გამაჩნია, როცა ვიღაცა ამ ჩემ საზღვრში შიგნით მაშინ გზნობ რომ ვარ. ანუ ფუნქცია მაქვს. ხო? ანუ ეს ნიშნავს რომ ვიღაცასთან ერთად გზნობ თვითიდენტობას. ფუნქცია თუ მაქვს, დედას თუ ზრუნავ დედაზე, ან პირიქით დედა თუ შვილზე ზრუნავ, ფუნქცია თუ მაქვს, აქ უკვე კარგად ვარ, ხო? ეს ნიშნავს რომ საერთოდ არც კი დავაბადებული ვარ, როგორც ინდივიდი, როგორც პერსონა ფუნქციონირებ, მაგრამ როგორც ინდივიდი არც კი დავაბადებული. ჩემი მოთხოვნილებები სრულიად უკანაა გადაწეული. ვერც კი წარმოვიდგენია რომ საერთოდ ამას ღირებულება აქვს. საკუთარი თავის მწვენია, მიღებული საერთოდ არ მაქვს. და რაღაც დახმარება რომ დამჭირდეს, მწვენია რომ ვიღაცისგან დახმარება მიიღო. ანუ მიღება თუ არ შემიძლია სიყვარულის, გაცემაც არ შემიძლია. პირდაპირ გაცემით ვიწყებ და ეგ არის არასწორი. მიღებით არის დაწყება, ანუ რაღაცის მიღება, იმიტომ ბავშვი რო იბადება, ის ღებულობს. ანუ მას უფლება აქვს რომ მიიღოს. და თუ სიჯანსაღია, ანუ თუ ჯანსაღათა თუ ღებულობს, მერე გაცემად შეუძლია. ხო, სიყვარულის ნაკლებობა. ხო, თუ სიყვარული აქვს, მერე იმას შეუძლია გაცემა კიდევ. ან პირიქით თუ აკეთებთ, ისეთი სიტუაცია იყო, სადაც მე თავი უნდა დამეცვა და ხისტის საზღვრები მაქვს. ხო, ფაქტობრივად არ გამოდივარ ჩემი საზღვრებიდან, კლასიკა იუნგიც რო ამბობს ემპათიის და ტირანის ურთიერთობას ეძახის ამას, ხო, რომ ერთი ძალიან მორგებას ცდილობს მეორეზე და მეორე პირი რაც უფრო ის მორგებას ცდილობს, მით უფრო ტირანი ხდება, ხო? ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა, მაგრამ მე მინდა ცოტათი სხვანაირად თქვა, რომ ამას არ ქმენ, რომ ადამიანი ტოქსიკურია ან ურთიერთობაში ეს ემპათია, ეს ტირანია. ნენა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დარგები მიხვდნენ იმას, რომ ეს არის უბრალოდ ამ ადამიანების ტრაუმის ნაწილები. მეტი არაფერი. ეს არის ნაწილი უბრალოდ იმ ადამიანში, ანუ ეს პატერნი, ყველა ჩვენში რაღაცა პატერნია. და ეს პატერნული ნაწილია ტრაუმის, ასევე პატერნული ნაწილია გადარჩენის სტრატეგიის, რომელიც თითქმის ჩემი პერსონაა მთლიანად და ჩემში არის ჯანსაღი ნაწილიც. და აი ამას უნდა მივაქციო ყურადღება, რაც არის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც არც დაზიანებული, რომელიც რესურსულია, რომელიც მას დღეს მოგიყვანა და აქვს ვივართ.
ეს არის ჯანსაღი ნაწილი და ურთიერთობაში ძალიან ბევრი ჯანსაღი რაღაცები ხდება. როცა აი ამას ჭირდება მიხედვა, ამ ჯანსაღ ნაწილებს ჭირდება მიხედვა, თუმცა არ უნდა დავაიგნოროთ ის რა პატერნებიც გვაქვს. ანუ ეს ჩვენი ჭრდილოვანი მხარე, დაუკმაყოფილებელი მხარე, გულწრფელობა გჭირდება ამაში, მაგრამ პასუხისგებლობის აღება ამას. ანუ მე თუ რაღაცა მოუგვარებელი მაქვს, ამაზე შენ არ ხარ პასუხისგებელი და არავინ არ არის. არავინ, მაგრამ მე თუ რაღაც მოუგვარებელი მაქვს, ამის არ უნდა მწვენოდეს. ეს ორივე არც შენ უნდა გატენიდი ამას და არც შენგან უნდა ვმალავდე. რომ ორივე იწვევს დისბალანსს. ანუ მე უნდა გაჩვენებდე შენ რომ საკუთარ თავს ღებულობ ამ ჩემი ნაწილებით. და ეს იწვევს მეორე ადამიანში რას? იგივე კეთილგანწყობას, რომ მე შემიძლია ჩემი თავი მივიღო. მაგრამ ადამიანებს ძალიან გვეცოდება ჩვენი თავი და გვიჭირს ამის აღიარება სხვასთან. რომ აი მე ვარ აი ამ დანაკლისში. ხო, ეს თემა არის, მაგრამ მაშინ ვმალავთ, ხო? ხო, ანუ ჩვენ თავსაც ვუმალოთ. რეალურად ეს არ არის არაღიარება, ზუსტად ეგ. არ დანახვა და არაღიარება. პირველი არის რომ ვაღიარო მე ეს მხარეც მაქვს, ეს ჩემი ნაწილია და გულწრფელად წავდგე. თუნდაც დედა ვიყო შვილების წინაშე. ეს ძალიან ძნელი ამას ეჭირდება, მაგრამ მაშინ არაფერი არ მოხდება თუ აფს არ გავაკეთებთ. ანუ რაღაცები უნდა მოვცადოთ, რაღაცა უნდა გავრისკოთ და ისიც გვეშინია და რატომაც ავრისკავთ, იმიტომ რომ გვეთკინება. ხო? და თუ კივილი არ მინდა რომ იყოს, მაშინ სიხარულიც არ იქნება. ეს ორივე ერთად მოდის. და ეს იყო ეს ადრინდელი პატერნი, რომელიც ჩამოყალიბდა, რომ არც მინდა რომ მეთკინოს და აღარც გამიხაროს და დავკეთე, ჯავშანი გავაკეთე. ვილჰემ რეიხი ამას პანცერს ეძახდა ჯავშანს და სეგმენტებია სხეულში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სხეულზე ორიენტირებული თერაპია. ხო, აი ამაზე მინდა დავუცილებლად საუბარი, რა ხდება ჩვენ სხეულში. შეიძლება ბევრისთვის ეს ახალი იყოს, რომ აი თქვათ ეს რაღაცა კოგნიციურად რაღაც მივხვდი, გავაცნობიერე, ვაღიარე სიტყვიერად, ეს ყველაფერი ვიფიქრე ამაზე, გავაანალიზე, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება. აი გავიგე, თერაპევტმა მიმახვედრა რაღაცა და მეხმარა ძალიან, მაგრამ მაინც არაფერი იცვლება ჩემს ცხოვრებაში. აი აქ უკვე შემოდის სხეული, ხო? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არაფერი იცვლება, ეს ნიშნავს აქედან რომ გავიგო რაღაცა, ეს რომ საკმარისი იყოს, მაშინ ყველანი გასხიოსნებული ვიჯდებოდით, ნუ ყველაფერი გვესმის. ხო. მგონი აქ ესმის ამ. მაგრამ ეს არის უბრალოდ ნაწილი, კოგნიტური ნაწილი, ჩვენში არის ემოციური ნაწილის და ჩვენში არის ფიზიკური სხეულის, ხო, აღქმა, სენსორიკა. ამიტომ გაგება რაღაც ნიშნავს თლიანად გავიგე, ხო? სათამაშოს რო არ თამაშობს, რომ მოვინდომო, ვერ ვითამაშო, სხეული აღარ გამეშვებს, აღარ მინდა ამას აქვს გამოცდილება მიღებული. ანუ რაღაცას თუ ვგებულობ, ჩემი სხეულიც და ემოციებიც ჩართულია მაშინ, თლიანად მივხვდი, ხო? და თუ ამას მხოლოდ ინტელექტუალურად უყურებ ამ საკითხს, ეს არ არის საკმარისი. ეს უბრალოდ პატარა ნაწილი, რომელიც დამეხმარება გაგებაში, მაგრამ ამითი ვერ გავიგებ, ხო? ანუ ეს ფაქტიურად ესეთი სურათი რო წარმოედგინო, ჩვენი გონება, ინტელექტი არის სივრცეში შეუძლია მოძრაობა, მაგრამ ვერ ხედავს. ანუ დადის, ფიქრობთ, დავდივართ აკეთიკით მოძრაობთ და მეორე ნაწილი არის ინტუიცია, რომელსაც არ გვასწავლიან. ინტუიციური აღქმა რაღაცის, რომელსაც უფრო მეტი სიცხადე აქვს, ამას აქვს თვალები. მაგრამ ფეხები არ გააჩნია. ანუ სიარული არ შეუძლია, მაგრამ გონება ჭირდება, ხო? ანუ თვალებიც გვჭირდება და ფეხებიც, რომ იქით წავიდეთ, სადაც მიმართულებას დავინახო. ანუ სიცხადე მჭირდება და გონება მერე დამეხმარება მობილიზაციაში და იქით ნაბიჯების გადადგმაში, ხო? აი ამისთვის არის საჭირო. გონება არის აზროვნების ჩვენი მექანიზმი არის, როგორც მაგალითად ტაქსის ძღოლი, რომელსაც რო ვკითხოთ, მთელი თბილისი იცის, სადაც გინდა წაგიყვანს, ხო? მაგრამ მოდი ვკითხოთ, ეხლა სად წავიდე? აქ უძლურია, ხო? არ იცი სად წავიდე. შენ თუ ეტყვი აქ წავიდი, მიგიყვანს. სადაც გინდა მშვენივრად. აი ესაა და ასე უნდა შევხედო საკუთარ აზროვნებას. თუ უკვე მიმართულება ვიცი, ეს მომეხმარება ამას. და მიმართულებას ინტუიცია. მიმართულებას ინტუიცია. ანუ საკუთარ ინტუიციასთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ხელს გვიშლის ჩვენი გადარჩენის სტრატეგია. იმიტომ რომ ინტუიცია მტკივნეულია. და ჩვენ ყოველთვის მივდივართ აი ასე ვიტყოდი wishful thinking-ში. რომ აი ვისურვებდი რომ აქ იყოს, ეს იყოს. ანუ ინტუიცია რაღაც ახალს მიმანიშნებს და მე იმ ახალში შესვლა არ მინდა. ინტუიცია მიმანიშნებს იმას, რომ კარგი გეყოფა, ამდენი ხანი შენ ამას რომ თამაშობ ერთი და იგივე ძალიან კარგად იცი რომ ეს არ ფუნქციონირებს და მოდი ახლისკენ და გელოდება უსასრულოდ. ხო. და საინტერესო ისე რომ ინტუიციის ხმა ძალიან ჩუმია.
და შენ უნდა შეძლო, რომ აი იმას მიყვე ბოლომდე. აბსოლუტურად. სიჩუმეში გესმის ეხმა, ანუ ეს არის რაღაცა წინადადება გონებაში. ანუ როცა არც ერთი წინადადება არა შეთანხმდა ხალ, აი ის ხედვა და სიცხადე მოდის. და ამაში გვეხმარება სხეულზე ორიენტირებული თერაპიები, იმიტომ რომ სხეულში არის ეს დაბლოკილი, ჩახშობილი ემოციები. და ამის გამოთავისუფლება ყველას ურჩევდი, რომ ფიზიკური აქტივობებიც გააკეთონ, ეს იქნება ცეკვა, იქნება თუ ეს კატარსისი, თერაპიები იქნება, რომ ფიზიკური სხეულით ჩართონ თერაპიულ მუშაობაში და მოიძიონ. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან საქართველოში ესე ჩემოა სხეულზე ორიენტირებული თერაპიები უფრო მეტად და მეტად. და ტრავმათერაპიები, რაც არ არის ჯერ შემოსული, მე რამდენადაც ვიცი, ძალიან მწირედ არის შემოსული, როგორც არის somatic experience, პიტერ ლევინის მაგალითისთვის, სადაც თვითონ ეს ტრავმისგან შეკუმშულ ნაწილებზე სავარჯიშოებია, რომ მოდუნდეს ვაგალური ნერვი. და ეს ფიზიკური აქტივობა რაში ეხმარება? ამ ხრივ ფიზიკური აქტივობა ვარჯიში, ცეკვა რო ახსენე. გონებიდან ენერგია ჩამოგვაქვს სხეულში, ვამიწებთ. ამ დამიწება ხდება. და თუ დაკვირვებული ხარ, როცა რაღაც ფიქრობ, ოსა ქმედებაში გადადიხარ, ნაკლებად გაწუხებს, ხო? ანუ ქმედება, ჩვეულებრივი ქმედებაც კი უკვე ენერგია სხვაგან მიმართავს. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ორიენტირებულები რო ვართ, მაგალითად ევროპაში, ცენტრალურ ევროპაში და ჩრდილოეთ ევროპაში უფრო მეტად არის ინდივიდუალიზმი. რას თითქოს ცივილიზაციის ძალიან დიდი მიღწევაა. ერთი მხრივ არის, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეულ იზოლაციას იწვევს და უფრო მეტ ფსიქოლოგიურ დაავადებებს, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც ტრადიციები. კოლექტივიზმში თითქოს საყრდენი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საყრდენი შეიძლება ყალბი იყოს, მაინც შინაგანად გადუნებს. აქ ინდივიდუალიზაცია გესაჭიროება, მაგრამ მეორე ექსტრემია, როცა იზოლირებული ხარ. ორი უკიდურესობა, ანუ ჯერ ცივილიზაციაში ალბათ არ მოხდარა ესეთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც თქვათ ესეთი გაბალანსებული სიტუაცია იქნებოდა რაღაც community-ში ან სადღაც პატარა რამოდენიმე 1000 ადამიანს შეიძლება შეძლოს, ხო? მე მგონი საქართველოს აქვს მაგის პოტენციალი, რაღაც ესე მგონი. სადაც არის საქართველოს, სადაც არსებობს და ეს ევროპის და აზიის რაღაც თითქოს ამ გასაყარზე. თითქოს მგონია, რომ აი ეს ჩვენთან ეს ინდივიდუალურიც და კოლექტიურიც რაღაც გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ორივე იყოს იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს და არ იყოს არც ერთი რადიკალური უკიდურესობაში. ამას ჭირდება შინაგანი ინტეგრაციის პროცესი, მაგალითად თუ თვითრეფლექციით მოსახლეობაში იყო 0.01% დაკავებული, 10-15 წლის წინ ახლა არის 0.1%. ხო, ეს გაუმჯობესება არის და ძალიან კარგი პროგრესია, მაგრამ ჭირდება უკვე პოზიტიური რიცხვები, ასე ვთქვათ, ხო? და აი, როდესაც საუბრობთ სხეული იმახსოვრებს და სხეულში არის დამახსოვრებული ეს რაღაც ისტორიები და ტრაუმები და ასე შემდეგ. ეს როგორ გვიშლის ხელს იმაში, რომ აი ახალი წლის, როცა ვახსენებდით ახალი წლის მიზნების დასახვის დროს, რაღაც სურვილების ჩათქმის დროს, აი როგორ გვიშლის ხელს, აი სხეულში დამახსოვრებული ეს ძველი რაღაც პატერნები და ისტორიები. ანუ რაც მიგივეს გავიმეორებ, რაც წეღან თქვი, ესენი ახალი წელი არის, ხო, შემიძლია ვთქვა ახლა მე რომ ახალ წელს წარმოვიდგინო, ახლა გვაქვს სასწავლო ტრეინინგში შინაგანი ბავშვის თემა და ზუსტად ამ თემით გავაჟღერებდი იმას. წარმოვიდგინო, რომ მე მყავს შინაგანი ბავშვი, რომელსაც აქვს აუსრულებელი, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებები და უკმაყოფილებელი მოთხოვნილებები და აკმაყოფილებული. აი როგორც შვილი თუ მყავს, იმას რას ჭირდება, იმას მივცემდი, ზუსტად ესევე უნდა დავიწყო ხა ჩემს შინაგან ბავშვზე ზრუნვა. თუ არა და მაშინ რას ვაკეთებ, რომ თვირთი რატომ მომაქვს, იმიტომ რომ დგავარ აქ ზრდასრული მე და ჩემში შინაგანი ბავშვი არაა მიხედილი და თიცვის შემშობელისკენ, ნახზრდელებისკენ და ვიძახი რომ ამ დღეში როა ეს თქვენი ბრალია. ამას ვაკეთებ მაგით, ხო? და რაც გასაკეთებელი არის, იმიტომ რომ არ ეხმარება არც მას, არც იმ ჩემში შინაგან ბავშვს, არც ჩემს სურვილებს. არა, რაც დამეხმარება იქნებოდა რომ მადლობა შობლეს იმისთვის, რაც გააკეთე, იმიტომ რომ ამ ადგარში მე არ ვიარსებებდი, ფაქტია. და ის რომ დღეს მე აქ ვარ და შემიძლია რაღაცების გაკეთება ფაქტია, ამისთვის მადლობა, მაგრამ რაღაცეები დარჩა. ეს თვითაც ამოვიღე და რაღაცები დარჩა, რაც გასაკეთებელი იყო იმისთვის და ამას აწი მე მივხედა. აქ ვიწყებს ზრდას. და ამის სწავლაც მნიშვნელოვანია, ანუ მე ეს კი არ ვიცი უკვე და ჩემმა შინაგან ბავშვმა კი უნდა მიყუროს, უიმე ეს ხა ექსპერტია აქ და დაუჯერებ ამას, არა, ან დობა უნდა წამოვიდეს აქ.
ნდობა უნდა წამოვიდეს. და როდესაც საკუთარ თავს რაღაცას უკეთებთ, თავიდან გამოიყოფა ენდორფინი, დოფამინი და მერე უფრო და მეტად მერე რაღაც სერატონინი და სადღაც ბოლოში თუ ეს გასაგები ხდება ჩემთვის და ინტეგრაციის პროცესი იწყება, მაშინ გამოიყოფა უკვე ოქსიტოცინი. და ოქსიტოცინი გამოიყოფა, მაშინ ხვდები რომ მე ამ ოქსიტოცინიდან ამ სიყვარულის შეგრძნებით ძალიან დამოკიდებული აღარ ვარ სხვაზე. ანუ ეს მათავისუფლებს, რა თქმა უნდა, კარგია როცა სხვასთან ურთიერთობაში ეს ხდება, მაგრამ დამოკიდებულება აღარ მაქვს ისეთი. ანუ მე შემიძლია ჩემი რაღაცებით ვისიამოვნო. ისე რომ არ მქონდეს ხისტის საზღვრები. ანუ გიზებს საზღვრებს დავუბრუნდები, რომ ან არა გვაქვს საერთოდ საზღვრები, ან გვაქვს ძალიან ხისტის საზღვრები. ორივე შემთხვევაში სხვაზე ვართ ორიენტირებული. აი მე საზღვარი ვიღაცა არ გადმოლახოს, სარნისას რომ მარტო კარგად ვარ. კედელი უნდა მქონდეს ესე, ან საერთოდ ოღონდ ვიღაცა აქ შემოვიდეს და მარტო ვერ ვგზნობ თავს კარგად, ხო? ანუ რაღაცნაირად ლავირებადი დემარკაციის ხაზი უნდა იყოს. და ეს ამნიშნულოვანი და აი აქ უჭირს ეგოს. იმიტომ რომ ეგოსთვის აქ ფუნქცია არ არის, ეგოს ყოველთვის პრობლემა ჭირდება, ყოველთვის ტყიბილი ჭირდება და იმას შევხედოთ, მე ვიტყოდი ახალ წელს იმას შევხედოთ, რა არ გვინდა კი არა, რა გვინდა. და რა არ გვინდას ექსპერტები და რა მინდა დაანძნელი, როგორც კი იწყებ რა მინდას, ორ წინადადებაში ისევ რა არ მინდას კი მინდა. ჩვეუა, ხო? დაბრუნდი ისევ და რა მინდა. და მოდი რაც მინდა, ამაში რა შემიწყობს ხელს. შეგიძლია რამე პრაქტიკული რჩევა მისცე ჩვენს მსმენელს, აი თუნდაც ყოველდღიური რაღაც პრაქტიკა, რაც დაეხმარება ამაში. კითხვას დაგისმევ, პატარ-პატარა ტესტი თვითიდენტობის. კი ბატონო. აბა თქვი მე ვარ. მე ვარ. როცა ამბობ როგორ შეგიძლია გჯერა რას ამბობ? კი, მჯერა. ოკეი. ანუ შეგრძნება რომ შენ ხარ. კი. და გასაგებია. ეხლა მეორე საფეხურზე კითხავ მე ვარ ისეთი როგორიც ვარ. მე ვარ ისეთი როგორიც ვარ. აქ რა ხდება როცა ამას? მე ვარ ისეთი როგორიც ვარ. ხდები ხო? მე იწყება, ანუ საკუთარ თავს მიღებული რომ მე ვარ ისეთი როგორიც ვარ. არა და ეს ფაქტია. ანუ აქ რაღაცაც ხდება, ეგრევე სხეული მეუნება რომ აქ რაღაცეები არის. ამან იცის დამახსოვრებული აქ ისტორიები. და მესამე საფეხური აქ ამას კიდე. მაგალითად, ყოველთვის დედა რა სიტყვის ჩემზე ან მამა რა სიტყვის ან იმათიდან შეფასებებზე ვარ აწყობილი, ხო, იმათში ვარ თითქოს, ხო, იქიდან ხვდები რომ ვარ. და მესამე საფეხური იქნება და მე ვარ ჩემში. მე ვარ ჩემში. ამდენად გჯერა ამის. და ეს ფაქტია. ხვდები უბრალოდ ფაქტებით არ ცხოვრობთ რა. ჩვეულებრივი ბანალური ფაქტებით და აი მაგას უნდა შევხედოთ რომ ფაქტებით დავიწყოთ ცხოვრება და არა ინტერპრეტაციები და რაც მისლის ამაში ხელს იმისი გამოკვლევა მნიშვნელოვანი. ასეც უნდა შევხედო მე ვარ ზოგისთვის პირიქითა მე ვარ ჩემში გასაგებია, მაგრამ მე ვარ არა გასაგები ყველას სხვადასხვა ის ვაკას თქვა. ნუ ეს ახლა ძალიან საინტერესოა მარტო როცა იქნებით, აი მაგ დროს ეს წერილობითაც შეიძლება სიტყვიერათაც. და ამ დროს ხდება აღმოჩენები. აღმოჩნდება აღმოჩენები. კი, მე ხლა რობერტ დილს აქვს ესეთი ნიადაგის ღუზები და ხშირად ვიყენებ ხოლმე ჩემ ტრეინინგებში. შეგიძლია ფურცელზე დაწერო, სიმბოლურად თაბახის ფურცელზე დაწერო, მაგალითად მე რა მინდა, მერე დავწერო რა არ მინდა, თქვათ, და ამ ნიადაგზე დავდო ეს რა მინდა, რა არ მინდა, ან კიდე რას უნდა დავემშვიდობო, ახალ წელს და რა მინდა რომ მოხდეს ახალ წელს. აი ჩემი ასე ვთქვათ ეს კონსტრუქტი გავაკეთო და როდესაც ვიზუალიზაციას ვაკეთებ რაღაც ეს ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ როცა ვფიქრობ არ ვიცი ესენი სად არის, როცა ვფიქრობ ერთ რაღაცას იქ ვარ, მეორე რაღაცას იქ ვარ, მაგრამ რა მანძილი გავიარე და ეს ერთი მეორესთან რა კავშირში ვერ ვხედავ. ამიტომ ამის ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანი. და როცა დავდებ ნიადაგზე გარკვეული მანძილებიც ამ სივრცეში და წარმოვიდგინო რომ ზემოდან უყურებ ამას. ყველაფერს და დავდგე ახლა იმაზე რა მინდას. და სხეულის დაიწყებს შეგრძნებას. და გაგიკვირდება იმდენი ინფორმაცია მოდის, 90% ინფორმაცია უფრო მეტი, ვიდრე როცა მარტო ფიქრობ. წერაც ეხმარება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა მინდა და ოკეი, მაგ წამოვა უკვე ინფორმაცია, ეს მინდა და გასაგები სხეულისთვის რო გახდებ, უფრო გამოძრავებს. მე უფრო мотиваცია გაქვს, შეგრძნებადი გახდა. ანუ გზნობელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ წელს თუ ყველანი ვეცდებით უფრო მეტად გზნობელობაზე გადავიდეთ, რომ სქელკანიანები ვართ და გასაგებია გარეთ რო გამოდიხარ, უნდა იყოს სქელკანიანი ვერ გადარჩები. ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს ესეთი მოცემულობაა. ნუ ყველას ეს პანცერი, ეს ჯავშანი გვაქვს, თორე ვერ გადავჭე, მაგრამ რაღაცნაირად ეს საარსებოდ მნიშვნელოვანია. თორე რაღაც აი გურჩევი რო იძახდა, რაღაც მოიყვან ადამიანი იბადება
ცარიელი კარადასავით და თუ სული არ შექმენი, მოკვდები ცარიელი კარადასავით. ანუ შუნა შექმნა სული. რაღაც ესეთი ძალიან ესეთი უცნაური კონცეფცია, მაგრამ გარკვეული სიმართლე ხო არის ამაში, რომ მე მინდა ვიცხოვრო ფულტირლიარივით თუ რაღაცა იყოს ჩემში და ეს რაღაცა პირველი ნაბიჯი არის მგზნობელობა. სხეულის და ჩემი ემოციების და ამის მეორე მგზნობელობა მიჩნდება სხვაზე. და ეს არ არის ლოიალობა და სენტიმენტები. ლოიალობა და სენტიმენტები ნიშნავს, რომ ჩემ თავთან საერთოდ არ მაქვს გზნობელობა, სხვაზე ვარ გადართული, ხო? ანუ გზნობელობა და ეს ერთ-ერთი ნიადაგის ზღუზა, ერთ-ერთი რო დგები ამ სიმბოლოზე, უფრო მეტად გზნობი არ ეხდები რაღაცების მიმართ. და მე შეიძლება მეორე სიმბოლოს დადგე, თქვა რა არ მინდა, იმას დადგე და უფრო ცხადი გახდეს რა არ გინდა. ამას მურჩევდი, რომ ყველა შეუძლია ავტონომიურად გააკეთოს ეს. და ეხლა სხვა რო ახსენე, სისტემური განლაგება როგორ ეხმარება ადამიანს რომანტიკული ურთიერთობების მოგვარებაში. ეს ძალიან ისეთი პრობლემაა, რომელიც ბევრს აწუხებს, ურთიერთობა, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს მისთვის. ან საერთოდ არ აქვს ურთიერთობა, არანაირი რომანტიკული ურთიერთობა და ვერ ხვდება რაშია პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ რომანტიული ჩვენ გგონია, რომ ერთად ვაკეთებთ ყველას და ერთ სივრცეში ვართ. და აქ ადრე თუ გვიან ერთმანეთის ინტიმური მტრები ხვდებით. იმიტომ რომ მე რომ ვიყო მჭირდება ჩემი პირადი სივრცე. და ეს პირადი სივრცე არა მარტო ფიზიკური სივრცე. ანუ დრო და სივრცერითიც მე დაკავებული ვარ. ამიტომ ძალიან განსაზღვრული უნდა იყოს ჩემი პირადი სივრცე, მე რას ვაკეთებ, პარტნიორის პირადი სივრცე ის რას აკეთებს, იქ არ უნდა ვერეოდე და ერთად ჩვენ რას ვაკეთებთ. ეს თუ ძალიან კარგად განსაზღვრულია, მაშინ აქ საზღვრები იქნება ლავირებადი, ხო? ანუ ცეკვასავით იქნება, ზოგჯერ მე ჩემ რაღაცეებში ვარ, ზოგჯერ ერთად ვაკეთებთ რაღაცეებს. ან თუ სულ მოთხოვნა, მოდი სულ ერთად გავაკეთოთ რაღაც. ან მე ახლა სულ მარტო მინდა რომ ვიყო, აქ ეს დისბალანსი იწვევს. და ხალილ ჯიბრანის ძალიან კარგ მეტაფორას მოვიყვანე ხა მაგალითად. ერთ ნაწარმოებია წინასწარმეტყველი, როცა ქალბატონი ეს საუბრება ალმუსტაფას მაგ ერთ-ერთ პერსონაჟს ბრძენს, ასე ვთქვათ, ქორწინებაზე, ურთიერთობაზე, სიყვარულზე და პასუხი არის ასეთი ამ ბრძენის, რომ ურთიერთობა გავს ორ სვეტს, რომელიც თუ ძალიან ახლო ერთმანეთთან სახურავად ჩამოვარდება. ან თუ ძალიან დაცილებული ეს ორივე სვეტი ერთმანეთს ნახად ჩამოვარდება სახურავი. ანუ გარკვეული დისტანცია საჭირო სიმყარისთვის. რომ ჭერი სახურა მყარად იყოს, ამას ჭირდება გარკვეული დისტანცია. და აი აქ არ თამაშობ. აქ ხარ ნაღდი. და აქ თამაშობ და აქაც თამაშობ. აქ ძალიან ახლო ხარ, მარტო დეტალებს ხედავ, აქ კიდე ან ზედმეტად აღმერთებ, ან პირიქით ზედმეტად გმობ, ან პროექციებში მინიხარ. იმიტომ რომ შორს ხარ და ვერ ხედავ. მაგრამ გარკვეული მანძილი გჭირდება სიცხადის, რომ მე შენთან ძალიან ახლო მოვიდე, დეტალებში დავიკარგებ, კლიენტ ვერ დაგინახ. ძალიან შორს რო წავიდე, რაღაცებს წარმოვიდგენ შენს. ანუ გარკვეულ მანძილზე ხედავ, როგორი ხარ, ხდები. და აი აქ თამაში წყდება. და სასწავლი გვაქვს ეს, რომ როგორ გავჩერდო, არ ძალიან ახლო მივიდე და არ ძალიან on off მაგითო ხდება, რომ ამებში მოძრავთ. ან ხისტა თუ რაღაც ნაკეთ ხარეს, ან პირიქით უფრო ახლო ვარ, როგორ გავჩერდეთ, ასე ვთქვათ, ამ დისტანციაზე. აი ეს არის სასწავლი. სადაც მყარი იქნება სახურავი. და რა ხდება, როდესაც მეორე სვეტი არ არის? ანუ ადამიანი თავის ცხოვრებაში არის ახსოვს ბედნიერებას თქვათ კარიერაში, ეს ჩემი აუდიტორის ესეთი საყვარელი კითხვაა. იმიტომ რომ კარიერაში წარმატებული ხარ, შენი ჰობი გაქვს, ბედნიერი ხარ, მოგწონს შენი ცხოვრება, მადლიერი ხარ, ბევრი რამის რაც მოგეცა ამ ცხოვრებაში. იმისიც, რასაც მიაღწია და შენ თვითონ მოიბავე. მაგრამ აი მეორე ნახევარში ძალიან გიჭირს, რა ვერ პოულობ იმ მეორე სვეტს, ვისთან ერთადაც აი ამ ჭერს გაიზიარებ. აი რა ხდება ამ დროს სისტემურად? ალბათ არ არის მზაობა მაგისი, ხო? ანუ თუ ის რესურსი დიდიც მე კარიერაში შევედი, ის რესურსი არ მაქვს აქეთ გამოყენებული, ხო და კარიერა და ურთიერთობა ერთმანეთს არ უშლიან სინამდვილეში ხელს. სამწუხაროდ ისე ხდება, ანუ ერთ ექსტრემში ვარდებით, რომ ოჯახზე უნდა ვიზრუნოთ და იქით კარიერას ვიკიდებთ, ასე ვთქვათ, ან პირიქით კარიერას და აქეთ ამას ვერ ვაყ. ესენი ერთმანეთს არ უშლიან ხელს. და ძალიან კარგად შეიძლება რომ ერთად იყვნენ. უბრალოდ რო შევხედო მე კომფორტი ზონა თუ მაქვს შექმნილი ან ერთით ან მეორედ კომფორტი ზონა და როგორ გამოვიდა იმას უნდა შევხედო, ხო? და ეს ძალიან რომანტიკულად ჟღერს, რომ მე ახლა ბერლინში მაგალითად გადავხვდები ახლა ერთ თემას, ბერლინში არის ეგეთი ბერლინიდან არის უბრალოდ გერმანიაში ერთ-ერთი პლატფორმა, სადაც singles
აქვთ გაცნობის პლატფორმა. უცნაურია, ხო ერთმანეთს კი არის ცნობილი რომ შეხვდნენ. ერთმანეთს უბრალოდ ეუბნებიან მე რო სინგელი ვარ, რითი ვარ დაკავებული. და მეორეებით არს უკრავენ. ეგეთ ექსტრემზე შეიძლება მივიდეთ. აი რა მაგარი სინგელი ხარ, ან მე შე რო გაგიცნო ეგეთი პლატფორმა კი არა. შენ თურმე ამაზე აღიარების დეფიციტია ხდები. ანუ მას არა აქვს შიშია ხო გარკვეული რომ ვერ გამოდის იმაში რომ იმიტომ რატო ტკივილი არის იქ. ანუ ისევ მიუხედავი შინაგანი ბავშვი რომელსაც ეშინია ურთიერთობა შემოძ, იმიტომ რომ გამოჩდება. იმიტომ რომ ნაღდობა იქნება. იმიტომ რომ მეტკინება. და სანამ არ ვეტყვი ამ შინაგან ბავშვს რომ კი ბატონო შენ შეიძლება გეტკინოს, მაგრამ გაგიხარდებ, მაგრამ მე აქ ვარ და შენ ეს აღარ დაგანგრევს. აი აქამდე უნდა მივიდო რომ მეტკინება და გამიხარდება კიდე გავხსნა ცოტათი საზო. ყოველთვის ერთი ნაბიჯი არის. ნიშნულოვანი ერთი ნაბიჯი. და თუ შინაგანად ამის მზაობა არ არსებობს ცხოვრებამ ამაზე რეაქცია არ მოახდინოს. რისი მზაობა რაც გინდა ის გაქვს. კარიერა გინდა და არ გინდა ურთიერთობა ეგ გაქვს. და თუ გინდა მაშინ გაv ნაბიჯს და ეგრევე მოდის პასუხი. მაგრამ იმიტომ რომ ცხოვრების ნაწილი. როცა გგონია რომ გავნაბიჯს, მაგრამ რეალურად ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგა. ანუ ამასაც ხო ცოდნა უნდა, რომელი ნაბიჯი გადადგა, როგორი. მე ვიტყოდი რომ ძალიან რასაც ამბობ ეს იგივეა დაახლოებით რომ სანამ აი 7 შუქნიშანი არ გამწვანდება არ გადავალ. უნდა წადო ერთი გამწვანა გადახვიდე, ხო, მე მეორე გამწვანა გადახთორე. ვერასდროს ვერ ისწავლის სიარულს. ხო, მართალია. ანუ ნაბიჯები ყოველთვის უნდა თქვა და ერთი იქნება სწორი, ერთი, ანუ სიარულის სწავლა მნიშვნელოვანი და არა სად არის სწორი. კი. იმიტომ რომ აქ შეცდომის დაშვების შიში არის. კი. და ეს მაბრკოლებს რომ შეცდომა არ და შეცდომებზეა ორიენტირებული. და ორიენტირება უნდა იყოს გზაზე. გამოჩნდა ერთი ნაბიჯი გადავდგი, გამოჩნდა მეორე გზაზე გადავდგი ნაბიჯი. ანუ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ რა არის გზა, ამაზე ფოკუსი, ანუ რა არის რესურსი, ამაზე ფოკუსი და არა რა არის პრობლემა, ან რა არის ბარიერი. ეს არ ნიშნავს იმას ვაიგნორებ, მაგრამ ფოკუსი ამაზე უნდა მქონდეს. ეს არ მნიშვნელოვანია. და ერთი კითხვა მაქვს კიდე აი ურთიერთობებზე. აი როდესაც ქალი იღებს ზედმეტ პასუხისგებლობას. აი იმის მიახლოებულიც არ აქვს კაცს აღებული. აი ამ დროს რა ხდება სისტემური განლაგების მიხედვით, ანუ ქალი როდესაც იმაზე მეტს დისბალანსი ტვირთავს, ვიდრე დისბალანსი, რომელიც შეიძლება კი გარდაუვალია, ასე ვთქვათ, შემდეგ თაობებს რო არ აისახოს. ან დისბალანსი არის აღებ მიცემის, ანუ მიღების და გაცემის ბალანსის სისტემურ განლაგებას საამნიშნულოვანი აქვს დისბალანსია. აი სიტყვაზე ვიძახი, მაგალითად, წყვილი არის უბრალოდ და მამაკაცი, ანუ პარტნიორი აფინანსებდა სწავლას ან განათლებას პარტნიორისას. და იმისგან აფერი არ უნდოდა. და ამ დროს დაამთავრდა, ეხლა ის მან დიპლომი აიღო და შეიძლება ურთიერთობა დაამთავროს. გოგო, რატომ? იმიტომ რომ დისბალანსს გრძნობდა და ეს დანაშაული შეგრძნება იმდენად აუტანელი იყო, რომ შინაგანად გაწყვეტა კავშირი. და ამას ვერ ვამჩნევთ, იმიტომ რომ არც ნუ ვერ შეზღდება. ანუ ეს ბალანსის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. დისბალანსი თუ არ ეს აისახება. შემდეგ თაობაზე გადის ეპიგენეტიკურად გადადის შემდეგ თაობაზე. ქართულ ქალებში ძალიან ხშირია ესეთი ფრაზა, რომ აი რა ვქნა, არაფერს არ აკეთებს ეს ჩემი ქმარი და მე უნდა ვზიდო ეს ტვირთი. აი რა ვქნა, აბა აი ხრას დაველოდო, არ შვება არაფერს. აბა სხვა ვინ უნდა ქნას? ხო, ეს არის იგივე რაც წეგან თქვი თვითგვემა, რა ვქნა, აფერი არ შეიცვლება, ხო? თუ გინდა ამ ურთიერთობაში იყავი, თუ გინდა რომ სხვა ურთიერთობა კონდეს, ისე გურჯიოს მაგალითად იძახს გურჯიები არსებობს ცხოვრებაში ყოველთვის ორის გამ. როცა ერთზე შეუძლებელია ჯდომა, გადაჭდები მეორეს. ანუ ჯერ არაა შეუძლებელი. ანუ რაღაცისთვის გჭირდება და იტან. ნუ რაღაცას გაძლევს, უბრალოდ იმ ხარეს არ ამბობ, რას გაძლევს და კომფორტს, რომ მარტო არ ახარ, სიმარტოვის გეშინია. ან დამოუკიდებლობის გეშინია და აქ ფუნქცია. და საქმე იმაშია, როგორ გამოვიდე ფუნქციიდან ყოფაში. როგორ? ხო, აი მაგიას ეგ არის სასწაული. საბაზისო მოთხოვნილებებს უნდა მივხედო რასაც ჩემში. საბავშვო საბაზისო მოთხოვნილებს. ეს ძალიან ბანალურად ჟღერს, ხო? ჩვენ სურვილებში ვიკარგებით, ხო? და სურვილები საერთოდ არ არის მოთხოვნილება, მან განსხვავება. თუ სურვილებით ცხოვრობ, უნდა დავიწყო ნელინა მოთხოვნილებებზე გადმოსვლა, რომ მოთხოვნილებებით ცხოვრება დავიწყო. რა არის მოთხოვნილებები? და მოთხოვნილებები ეგოს ნაწილი არ არის. საბაზისო მოთხოვნილება არის ბუნებრივი ინტეგრაციული ნაწილები და ამასთან აქვს კონტაქტი გაწყვეტილი. და სურვილებში ვიკარგებით.
ერთ-ერთი ხშირად მოყოლილი ერთ-ერთი მითოლოგია კი რაღაც ესეთი სიმბოლური ისტორია, იყო ერთი მეფე, რომელსაც მოსწურდა ძალიან და ვეზირებმა შესთავაზეს, რა ვიცი, რაც კი რამე არსებობს დასალევი. კოკა-კოლა, პინა-კოლა და ვისკი, ლუდი, რა ვიცი, შამპანიური ყველაფერი დალია მეფემ და არა მწყურია ეძახს. მე ხა ძალიან შეწუხებულები მივიდნენ ბრძენთან და ბრძენს უთხრეს, აუქნათ 100 დღეში ვართ და ბრძენმა პირდაპირ უთხრა, წყალი დაალებინეთო. ვეზირებმა ხა წყალი რომ ამ ხელა მეფეს დავალებინოთ, ხო დაგვაჭრა თავები. ანუ როგორ კადროთო წყალიო მეფესო, ნუ გაგვიზიანდებაო და ბრძენი ეთქვის რომ სხვა გამოსავალი მაინც არ არის, მე ამას გეტყვით რომ ეს უნდა გააკეთოთ. იდიან ეხლა მიაქვს წყალი მეფესთვის და თანხელები უკან კალებთ რომ ეხლა ამოიღებს ხმას და დაგვაჭრის რაღაცას გვიზავს. მეფეს დაფიქრდება ეხლა ყველაფერი დავლიე და ეს გადამრჩაო რაღა დამრჩაო ეხლა დალებს წყალს და ეგრევე მოუკლავს სხურვილს. რისი სიმბოლიკა აქვს? ეს მეფე არის ჩვენი ეგო, რომელსაც აქვს სურვილები, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას. და წყალი არის მოთხოვნილება, რომელიც ძალიან ბანალური ჩანს. ეს არის ერთადერთი რაც სურვილს კლავს. აი ამის გარჩევა უნდა დავიწყო ცხოვრებაში, როგორ გადმოვიდე ჩემი სურვილებიდან მოთხოვნილებამდე, თორე დაკმაყოფილება არ მექნება. რაც მე დამაკლდა იქ, ისევ თავიდან შემიძლია ჩამოთვალო და ესეთი რაღაცა შეუძლია მაყურებლებს გააკეთონ. ანუ რამდენიმე ასპექტია. უსაფრთხოება, ხარდაჭერა, გართობა, სიამოვნება, აღიარება, ავტონომიური სივრცე, დამოუკიდებლობა და დაცულობა. ხო, აი აქ როგორ იყო ბავშვობაში ეს და 1-დან 10-მდე უნდა დაწერო რამდენი იყო. მერე დაწერე ახლა როგორაა შენ თავთან. იგივე რაღაცები ჩა 1-დან 10-მდე და შეხედავ, შეადარებ, რა გამიკეთებიო უკვე ჩემთვის და შეიძლება ადრე, მაგალითად ხარდაჭერა მეტი იყო, და მშობლები იყვნენ, ხა ჩემ თავს ხარს აღარ უჭერ. ანუ ეს მე მაგს ისევ ასაწევ. ამ პირიქით არასდროს არ ყოფილა გართობა, ეს უნდა გავუკეთო. ეს არის ინდიკატორები, რომელიც მოგცემს იმის რუქას, თუ როგორ გადახვიდე იმ ოთახში, სადაც არ შესულყ, არ რესურსულ ოთახში, ხო და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად თავდაჯერებულობას, თვითღირებულებას, ყველაფერს ამას მოგიტანს. ანუ ეს არის ელემენტარული რუქა, რომელიც ყველა შეუძლია რომ გააკეთოს და მიხედოს. ესე იგი ეს არის ის გასაღები, რომელიც ამ ოთახს აღებს და ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. მოგშა მე მგონი არაჩვეულებრივი ბოლო ეპიზოდი იქნება ამ წლისთვის და აი ამ ეპიზოდით თუ შეხვდებით ახალ წელს, გისურვებთ რომ ეს გასაღები გეპოვნოთ და ყველას გვეპოვნოს ცხოვრებაში და ის რაც ნამდვილად გინდათ, ისიც გეპოვნოთ და იმისთვის მიგეღწიოთ. შენ რა სურვილები გაქვს საახალწლოდ? მაგას ვერ ვიტყვი. ნახე მეც რა თქმა უნდა სურვილები ასე ვთქვათ ჩემ თავთან დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან დარჩენა იმ კუთხით რომ რაც უფრო მეტად საკუთარ თავს უღიარებ რაღაცებს, ანუ ცუდ რაღაცებსაც ხედავ, მიმღებლობით უყურებ, მით უფრო მეტად უკეთესად ხედავ, ცხადად ხედავ ადამიანებსაც და უფრო ჯანსაღი ბაზისია ურთიერთობების. შენს სოციალურ ქსელს მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში, როგორც შეიძლება მოგძებნონ. მოგშა ატარებს კონსულტაციებსაც, სისტემურ განლაგებებს, როგორც ადამიანი, ანუ ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციებისთვისაც. ორგანიზაციებისთვისაც და უბრალოდ საოჯახო თემებისთვის, ანუ ჯგუფურ ვორქშოპებს და სასწავლო ტრენინგებსაც. ასევე სასწავლო ტრენინგებს. ძალიან საინტერესოა, წარმატებებს გისურვებ. რა საინტერესოა, რომ ესე 90-იანებში უცებ აღმოაჩინე, ვერც კი წარმოგედგინა, შენ იყავი IT სპეციალისტი და აი ამ ფსიქოლოგიაში და თერაპიაში გადმოინაცვლე. კი, ანუ 22 წელი SAP-ის კონსულტანტი ვიყავი. ერთ-ერთი უდიდესი კომპანია არის დისტრიბუტორი software პროგრამების და პარალელურად ყოველთვის მედიტაციები მაინტერესებდა, მაგრამ თერაპიასთან ისეთი დამოკიდებულება მქონდა ნეიტრალური რო იტყვიან. მე ჩემ თავზე მომწონდა რაღაც გარკვეული ჰუმანისტური დარგის მეთოდოლოგიები, სადაც არის კატარსისი, ხელზე ორიენტირებული თერაპიები უფრო, მაგრამ ასე ვთქვათ, მე რაღაცა გამეკეთები და მე თვითონ ყოფილიყავი ფასილიტატორი. ეს არ იყო ჩემი მიზანი. ეს ისე ბუნებრივად მოხდა ამ ჰელინგერთან გადაკვეთის შემდეგ, რომ მე თვითონაც მიგვირს რომ ცხოვრება მიქით წამიყვანა, სადაც დღეს ვარ.
გისურვებ, რომ აი შენი თავის რეალიზება, რასაც ქვია, ის სწორედ აქ რომ დაიწყე, გისურვებ, რომ უფრო მეტი ადამიანი გახადო, აი ესეთი რეალიზებული და დაანახო თავისი თავი და თავისი ადგილი ამ ცხოვრებაში და დაეხმარო უფრო მეტ და მეტ ქართველს ამაში. ძალიან დიდი მადლობა. შენც ასევე გისურვებ. მადლობ, მე დავინტერესდი შენი სისტემური განლაგებით. ძალიან მოგაკითხავ. ძალიან გულშემატკივრობ და დიდ წარმატებებს გისურვებ მომავალ წელს. მადლობა. მე ერთი კვირით გემშვიდობებით უკვე შევხვდებით 2026-ში. დროებით.